გამარჯობა მეგობრებო. ეს არის 18000 გამომწერზე რო ავედით. მაგის აღსანიშნავი ვიდეო. დიდხანს ვიფიქრეთ რა გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ 18000 არ არის ახლა ის რიცხვი რომ 20 იყოს 25 30 ისე მრგვალი არ არის რა. მაგრამ ისე გვინდოდა სპეციალური ეპიზოდის გაკეთება, რომ 18 გამოვიგონეთ და უნდა გაჩვენოთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თამაში, სპორტულ ინტელექტუალური თამაში, სპორტინგი. გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს და მოდი გადავიღოთ ვლოგი. თუ მოგეწონებათ ეს ფორმატი და კომენტარეთ და მოითხოვეთ, რომ ეს თამაში გადაიქცეს YouTube თამაშად, რომ YouTube სეზონი გაკეთდეს და მე უკვე ჩავაწყობ რაღაცეებს და YouTube სეზონიც იქნება. ეს არის ერთგვარი ტესტი. ფორმატი დავტესტოთ, როგორ მოგეწონებათ. PUB 44-ში უნდა წავიდეთ. ეხლა სადაც გუნდები უკვე იკრიბებიან და ნელ-ნელა თამაშისთვის ემზადებიან. ჩვენ გუნდს ქვია Nottingham Forest-ი, გასაგები მიზეზების გამო. დიდი ხანია ვთამაშობთ, ვერ გამოვირჩევით სასწაული შედეგებით, მაგრამ რაღაცა იქ ლიდერებთან ტრიალებთ და დღეს ვნახოთ აბა რა გამოვა. თქვენ ჩვენსკენ უნდა იყოთ. აუცილებლად. წამო. ანუ ბარო ვიდა. ჩემს გუნდს გაგაცნობთ. Nottingham Forest, სადაც არც ერთი Nottingham Forest-ის ფანი არ თამაშობს ჩემს გარდა. სხვა გუნდებიდან გასწორებით. მაგა ქვეყნის არიან Nottingham Forest. ერთი კაცი გვაკლია, ხუთი ვთამაშობ დღეს, რაც ჩვენს შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. უბრალოდ ორი კაცი გვაკლია და ერთი არენდა გოჩა არენდით დავიმატეთ და ხუთი კაცი შევბერავთ და ნახოთ რა გამოვა რა. ეს და მილანის მაისურით მოვიდა ვლოგის გადაღებაზე ნოტინგემში სათამაშოდ. როგორც ხვდები, არსად წასაყვანები ესენი არ არის. ღევანდელი ჩვენი, ასე ვთქვათ, თამაშიც იწერება ვლოგზე და მადლობა ჯავახას და იხილავთ ამასაც ვლოგის სახით უახლოეს პერიოდში. ასევე სამომავლოდ გეგმება სხვადასხვა ქალაქებში სპორტინგის გასვლითი ტურები და თამაშები. თამაშის სტრუქტურა გასახურებელი რაუნდი სტარტი 12 შეკითხვა. პირველი რაუნდი არის სამეზობლო. ჩვენი სამეზობლო, ოღონდ როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო. პირველი შეკითხვა. მძიმე ბრძოლებში შესვლა რომ არ უჭირდა, მისმა სპორტულმა კარიერამაც დაადასტურა. სპორტის შემდეგ პოლიტიკური უდარიც კარგად მიიღო, ახლა კი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ბრძოლაშიც უკან არიხევს. ჩვენ მეტი რა დაგვრჩენია, წარმატება ვუსურვოთ მასაც და მის ქვეყანასაც. მეორე, რომ არა ბოლო მომენტში დენის შრიოდერის მიერ თამაშის თავის თავზე აღება, ეს რაკეტა ცენტრი დიდი ალბათობით მესამე, დიდი სლემის 2 ტურნირი მაქვს მოგებული და 60 კვირაზე მეტი ლიდერობდი რეიტინგს. ბრძოლა მხოლოდ კორტზე როდი მიწევდა. ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად ბევრი ვიომე და 2024 წელს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ გამამართლა. რამაც საშუალება მომცა ჩოგბურს დავბრუნებოდი. მეოთხე, ლაშა ტალახაძის პოლიტიკური კარიერის დაწყება თუ ერთ ადამიანს მაინც გაუხარდა, ეს მე ვარ. პარიზის ოლიმპიადის ვერცხლს უკვე მსოფლიო ჩემპიონატის 2 ოქრო წავამატე და ამისთვის ქვეყნის შეცვლაც არ დამჭირდა. ეს ბულგარელი კალათბურთელი 2023 წელს ევროლიგის MVP გახდა. საშა. მაგრამ მეფეებში თავი ბოლომდე ვერ დაიმკვიდრა. ვეზენკო. ჟუდავწეროთ? შემდეგი, ეს სროლელი თურქეთის ჟანდარმერიის ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც თავის გუნდელთან შევალ ილიად ტარხანთან ერთად პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. სხვა თუ არაფერი მისი ვირალ ფოტო და მიმი ყველგან შეგხვდებოდათ, მათ შორის ბევრი სპორტსმენის შესრულებითაც. მეშვიდე, ეს რუმინელი ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რომელმაც პირველმა შეძლო სრულყოფილი ქულის 10-ის მიღება. 1976 წლის მონრეალის ოლიმპიადაზე, თანაც 14 წლის ასაკში. 2024 წლის აგვისტოში AAF-მა სერენა უილიამსის შემდეგ ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენ ქალად დაასახელა. მერვე, ამ აზერბაიჯანელი ჯუდოკას ოლიმპიურ ოქროზე კონსპირაციული თეორიები არსებობს. გვიყვარს ქართველებს თეორიები.
როგორც ამბობენ, 15 წამში მეტოქისთვის მიცემული 2 შიდო არა მსაჯების, არამედ ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პირადი გადაწყვეტილება იყო. მე-9 თურქეთის ფრენბურთის ქალთა ნაკრების კაპიტანი ვარ. ჩემი ლიდერობით სოფლიო ჩემპიონატებზე ისტორიაში პირველი მედალი მოვიპოვეთ. ვერცხლი. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო სხვა ტურნირებზეც არ მაკლია. წესით სპორტის ქართველ გულშემატკივარს ვემახსოვრები, რადგან თურქეთის საქართველოს საფეხბურთო მატჩის წინ თურქმა კომაგებმა ჰაკან ჩალხანოღლუსა და ჩედი ოსმანის გვერდით ჩემი ტიფოც გაშალეს. სპორტი პატარაობიდან მიზიდავდა. ჭიდაობის შემდეგ ყინულს მივაშურე და კარგა ხანი ჰოკეის ყვანჯი არ გამიგდია ხელიდან. რუსული ამურის წევრიც ვიყავი, ვინიც ის იქნებს ჯობ და კიდეც იქ დავრჩენილიყავი. რადგან ბოლო დროს ისე ვიწევი ქართველისკენ, დიდი შანსია ყინულები ბლომად დამჭირდეს. ნახოთ კიდე რამე ხო არ არის. ხო, შეიძლება რამე არ კიდე. აი, მე გახსოვდეთ 38 წლის ბიჭი. მადლობა ღმერთს, ჩემს გუნდსა და უემბლის. ეს გამარჯვება უკრაინელი ხალხისთვისაა. დანიელ დებულასთან ტრიუმფის შემდეგ ამ სიტყვებით მიმართა აუდიტორიას ლეგენდარულმა სპორტსმენმა. ეგ არის შეკია. მე-12 კოცევი იყო აზერი. ლომბარდიულ გრანდში მისი სამწვრთნელო კარიერის დასაწყისი უამრავ კითხვის ნიშანს ტოვებდა და ბევრი თვლიდა, რომ აღმოსავლეთ ევროპელი კლუბში დიდხანს ვერ დარჩებოდა. მაგრამ მძიმე სამუშაოს ჯერჯერობით კარგად ართმევს თავს და იქნებ საუდის არაბეთში გაქცეული კაცი. 5, 4, 3, 2, 1, 0 და დრო. ვიტალი კლიჩკო, ალპერენ შენგუნი, სიმონა ჰალეპი, ვარაზდათ ლალაიანი, ალექსანდრ საშა ვეზენკოვი, იუსუფ დიკეჩი, ნადია კომენეჩი ან კომენეცი, როგორც გენებოთ, ზელიმ კოცოიევი, ედა ერდემი, არმან ცარუკიანი, ოლექსანდრ უსიკი და კრისტიან კიუ. სიმბოლური 11-ულები, ქართული კალათბურთი, ფორმულა 1 და ძიუდო. პირველი თემა არის სიმბოლური 11-ულები. მაგალითი. ანუ რაღაც ნიშნით სიმბოლური 11-ული და უნდა გამოიცნოთ რა ნიშნით არიან ეს ფეხბურთელები. ამის პასუხი არის მეორე ან მესამე მეკარეები, ანუ ძირითადი მეკარე არ ყოფილან და ისე მოიგეს სოფლიო ჩემპიონატი. პირველი. ეს რიკენიანი არის? რიკენია იუვენტუსთან ხო? მეორე შეკითხვა. მესამე. რა? მეოთხე. მეხუთე. შემდეგზე გადავიდეთ. ეს მე-7. მერვე. კარგი. შემდეგი, ანუ გამოიცანით ჯუდოკა ტიტულებით. დავიწყეთ. მე-9. მე-10. მე-11. მე-12. ნაუ ისა ტაკატო. არა, მაშინ ის ნაუ ისა ტაკატო. არის ძიძი. მე-13. შემდეგი არის ფორმულა. მე-15. წერიანი ვინ ვიცი? პასუხები. პირველი. 2 ან მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. კოპა კაპონიერეს ლეგიონერი, ანუ არაიტალიელი გამარჯვებულები, ევროპა ლიგის ბომბარდირი, ფეხბურთელები, რომელსაც ლა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული, ნიდერლანდელი პრემიერ ლიგის ჩემპიონები. პასუხი რუსთავი, ტიტები, ერთადერთი ჩემპიონობა, დინამო თბილისი, ლაშა შავდათუაშვილი, შოჰეი ონო, ტატო გრიგალაშვილი, მუტა აბე, დარია ბილოდიდი, ოლივერ ბირმანი, ფერნანდო ალონსო. ჯუბა უკმაყოფილო ხარ ჯუბა? არა. რამდენი გაქვს?
აუ არ ვიცი პირველში ყველა და მეორეში ისეთი რაღაცეები იყო არ ვიცი თქვენ შვებით კარგად ხართ უარესადაც შეიძლება და ესენი უკეთესად ძალიან სახიფათო გუნდები არიან საშუალებად თუ გეკდება არასწორი ვერსიები უკარნახე ხოლმე კალათბურთებმა გამოგვიშვა ცელი ვერც ერთი ვერი მართლა დინამოს ვიზახდი და ის არ დავიწერეთ გურამა გაჯიქთა და იმაზე გადავშალეთ ხო რუსთავით ესე უარეს შედეგს ველოდი 20 ქულა გვაქვს და 2 ქულა გჭირდება პლეი-ოფამდე. ანუ ძალიან შორს არ ახლა. ხო, გადავრჩით. სხვებმაც გააფუჭეს როგორ ჩანს. დაშიფრული იქნება ფრაზაში სახელი ან გვარი და თქვენ უნდა დაწეროთ პასუხში. გამოიცანი მეხუთე არის რაღაც მიმდევრობა სპორტის შესახებ, ან სპორტსმენის მეტსახელი, ან კლუბის მეტსახელი, ან სპორტსმენი. სამტრედიის არწივი, ქუთაისის ქორი, წყალტუბოს შევარდენი, ხარაგაულის ძერა და ტყიბულის ორბი არის საკალათბურთო გუნდი. კაიფორდების მაგალითები ვნახოთ. ეს შეიძლება ორნაირად იყოს. პირველი, ფეხბურთის მწვანე ღმერთ აწოდებული მწვრთნელი, რომელსაც ლა-ლიგის არაერთ გუნდში უმუშავია, კავშირი ინგლისურთან. მწვანე, ანუ პელეგრინი, ანუ ღმერთი პელეგრინი, მაურისიო პელეგრინი. კარგი, თუ გასაგებია დავიწყოთ. წმინდანებში მოსვლის შემდეგ ცნობილ ფრაზას ვიმეორებ გულში. ეს პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის არის დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის. სახელი და გვარი ერთსა და იმავე ასოზე. მეორე. ჰარო კიდი ზრუნავდა ჩემს კვებაზე, მაგიტომაც ვიყავი ხარივით ჯანზე და მეტსახელ იტალიელ ულახსაც ვამართლებდი. მესამე. რუსების წინააღმდეგ ვიაგრიზებული სიტყვები და ზედმეტი мотиваცია არასდროს მჭირდებოდა. ამას ჩემს სათამაშო ნომერშიც ამოიკითხავდით. შემდეგი. ჩემი კლუბის ლეგენდა ხშირად მაკრიტიკებს, მაგრამ მე საკაიფო გოლების გატანას მაინც ვაგრძელებ. მეხუთე. ერთხელ მამაჩემმა შემიღრინა. მან რეტიანივით ნუუხვევ. გახსოვდეს იტალიური ტემპერამენტი მოგდგამსო. ანდრეტი მაიკლი. მრბოლელი ანდრეტი. იქ არის დაშიფრული. ხო, ანდრეტი. დაწერე. ნახე? მარკ ანდრეტი დავწერე. დაიწერე. შემდეგი ხუთი, ან შემდეგი იქნება სიტყვების თამაში. კალათბურთის ღმერთის მოგვარე ახალზელანდიელი მორაგბე, რომელსაც ანდერძი უკვე დაწერილი აქვს კავშირი ინგლისურთან. მეშვიდე. ძიუდოს ოლიმპიური ფედერაციის სახელით მოასპარეზე ჯუდოკა, რომელსაც ძალიან უყვარს საზამთროს ჭამა კავშირი რუსულთან. მერვე. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო წუთები ამერიკელი მსახიობის კაბასავით არ უფრიალებდა, ეს იმედისმომცემი შვაბი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ანტონიო დი სალვოს ვიცემულ დროს კარგად ირგებდა. მეცხრე. აკვილანის ეხნია იტალიელი სამთო მოთხილამურე, რომელიც ღრმად შედის კავშირი მეგრულთან. ტომბა, ალბერტო ტომბა. გამარჯვებისთვის დაბადებული უხსენებელი ერის შვილი, რომელიც კალატოზი ბაციკაძის მადლიერია, რადგან ორშაბათობა მისთვის მიძღვნილი პოდკასტი გონია. კავშირი როგორც რუსულთან, ასევე ინგლისურთან. ვინა? შემდეგი იქნება მიმდევრობა. მანუელ თვალი, იენს ყური, ბოდო თმა, ტონი ტანი. არნოლდ რეპი, ედი რეგე, ჯონ ჯაზი, ჯიმ პოპი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი და სახელები. ლარი, ვონი, კრონა, ლირა. ნილს, კრისტიან, ბრაიან, მიჩაელ. ბოლიდი ყავს მეტად კარგი, სწრაფი ქებული და სანდო, თუ ბიჭი ხარ წელსი ვარგე, ბრიტანეთი შენქო მაგობს. პირველი, ადამ არმსტრონგი, როკი მარჩიანო, იარომირ იაგრი, ბუკაიო საკა, მარიო ანდრეტი, ვილი ჯორდანი, ტიმურ არბუზოვი, მერლინ როლი ირგებდა კარგად, ალბერტო ტომბა, ვიქტორ პონედელნიკი, ოლივერ კანი, აქეთ გერმანელი მეკარების სახელები, შაკემე როკი, სოლი მარკი, თომას პაკი და ლანდო ნორისი. 3 2 1 0 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
ფეხბურთი არის ასეთი თამაში, რომელსაც ისეთები თამაშობენ. რაგბი კი არის ისეთი თამაში, რომელსაც ასეთები თამაშობენ. დამისახელეთ ასეთები და ისეთები თითო სიტყვით თუ კი ერთ-ერთ მათგანს ცნობილი საფეხბურთო ფილმის სათაურში შევხვდებით. ესე რომ ფეხბურთი არის ჯელტმენების თამაში, რომელსაც ხულიგნები თამაშობენ და რაგბი არის ხულიგნების თამაში, რომელსაც ჯელტმენები თამაშობენ. ამგილად სწორია. ვადასტურებთ წარმოთქმულ მეორე ერთი გამოკითხვის თანახმად ეს სპორტი უფრო ყურებადია, ვიდრე ვიქტორიას სეკრეტის მოდების ჩვენება და პორნო. მეტიც გამოკითხულთა 60%-მა ის სტრიპტიზზე წინ დააყენა. არ გეკითხებით სპორტის სახეობას, დამისახელეთ ნაკრები, რომელმაც 2024 წლის ოლიმპიადაზე ქალთა შორის ოქრო მოიპოვა. პლაჟის ფრენბურთი იქნება. ალბათ ცა სექსუალური სპორტი უნდა დავასახელოთ პლაჟი. ამერიკა მოიგო ბოლოებში და არ მახსოვს. ის ხო არ არის? აქ ამერიკულ ფეხბურთს რო თამაშობენ, ძალიან სექსუალურად ჩაცმული ქალები. ოლიმპიადაზე. და პლაჟის ფრენბურთია თუ ჩვეულებრივი ფრენბურთია ეგ. არა, პლაჟის, უეჭველი პლაჟის. პლაჟი ანუ სექსუალურობაში ხდება პლაჟში ვინ მოიგებდა? ამ ბრაზილია მოიგებდა. რამე ამოვარდნილი ხო არ არის თქო ამოვარდნილი ხო არ არის აი ეგ შვეიცარიელი კარგები არიან მაგაში რა ბოლო ოლიმპიადაზე ბოლო იყო პარიზში ხო 27 წელი. როგორ უნდა მივხვდეთ ახლა ვინ მოიგო? აი სპორტის სახეობა გამოვიცანით, მაგრამ ბიჭო ამოვარდნილი მგონია ამოვარდნილი ბრაზილია უნდა დავწეროთ. ეს ხანაკები გამოყოს რა ვერავინ რა პროსტა ბრაზილია დაწერია. ბრაზილია ჩავწერე. ტოპები ეგენი არიან. ანუ ამ კონკრეტულად უნდა გახსოვდეს ამდა გახსოვდეს უნდა გააკეთო. მესამეებრივი ფრენბურთი ვერ გაუწევ. 2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მატჩის დაწყების წინ მაყურებლებმა მხოლოდ ერთი X-ი მოისმინეს, რაც სპორტულ ფორუმებზე ხშირი ნამდვილად არ არის. საერთო X-ი სხვადასხვა დროს ჰქონდათ ეგვიპტესა და სირიას, შვედეთსა და ნორვეგიას. არ გეკითხებით X, არამედ დამისახელეთ ეს ორი ნაკრები. ხავი მაგ თამაშზე? არგი თამაშის მერე იყო. დარჩია. მეოთხე 2019 წელს წვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ევროპარლამენტში საუბრისას ახსენა, რომ ამფიბიების ეს სახეობა შხამქიმიკატების, სოკოვანი დაავადების და გლობალური დათბობის გამო ძალიან შემცირდა. 70-იან წლებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ცნობილი სპორტსმენი შეადარეს ამ ამფიბიას. დამისახელეთ ეს სპორტსმენი. რა ქვია ბიჭო ნიკი ლაუდა იქნება ავარიაში რომ მოყვა და ნიკი ლაუდა მგონია რო დაიწვა და იმას დაემსგავს არჩი ვერსია ხო მეხუთე რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთმა აქტივისტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ბონის ტურნირისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა, რადგან ის დისკრიმინაციულ ელემენტებს შეიცავს. წინადადებაში ერთ სიტყვას 500 ამოვაკელით, აღადგინეთ ის თავდაპირველი ფორმით. ნუ მერე თვითონაც დაცინვის ობიექტი გახდა და მიხვდა, რომ სისულელე თქვა. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში არაერთ მიმსა და ფოტოში ფრენკს ადამიანები მთელი მსოფლიოდან გამძლეობას უსურვებდნენ და საჩუქარს X პირდებოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით კომაქს X-ი არ დასჭირვებია. X-ი ახლა დევს მთლად შავ ყუთში არა, მაგრამ პატარა ყუთში და პასუხების მერე განახებთ. დამისახელეთ რა დევს ყუთში. მანჩესტერის ფანმა რო თმავს არ შევიჭა. მაგრატელი ხო არ დევს? მაგრატელი ან თვისაჭრელი. რა მიშობა ვიდა? მაკრატელი ალბათ მაშინკას ხო არ დავწერთ რა ქვია? თვისაკრიჭი ჰა? თვისაკრიჭი ჩაითვლება, მაინც თუ ეგ არის ჩაითვლება. ან ბოლო პერიოდია თან. ხო და გამძლეობას ეგ არის მაკრატელი დუქანი მაკრატელი რამდენი ხდება რა არის ეგა მეშვიდე 1964 წელს უჩვეულო პირობების გამო მთავრობას ინსბრუკში რადიკალური ზომების მიღება მოუწია. ერთ-ერთი ის, რაც ჩაიტანეს ინსბრუკში, ფიგურირებს 1970-იანი წლების ბოლოს ესპოში დაბადებული სპორტსმენის მეტსახელში. დამისახელეთ ეს სპორტსმენი. ეს მიკა ხაკინენი ვიცი 70-იანების ბოლოს ესპოში დაბადებული სპორტსმენი. სპორტსმენი წერდა არა, რაც თოვლის კაცი იქნება. თოვლი ჩაიტანეს. თოვლი ჩაიტანეს, იმიტომ რომ 68 ოლიმპიადა უნდა ყოფილიყო, ხო? და თოვლი არის. თოვლის კაცი ვიცით?
ფინელის პოზიცია. ფინელი ეს ფინელი. თოვლის კაცი ის არის. თოვლის კაცი ის არის ტეილორ სვიფტის შეყვარებული. ტეილორ სვიფტის შეყვარებული. ტრევის კელჩი. თოვლის კაცი ძახია ეს. მაგას ამერიკული ფეხბურთის თავი. მიკა ჰაკინენისთვის ძალიან გვიანია 70. ნახე, მიკა ჰაკინენისთვის ძალიან გვიანია 70 ბოლო. მაგას არ გეკითხა. არა მგონია. ხოთე 70-იანების ხელა იქნება. პრომეჩი გახდა ჩემპიონი და გიო. არა კაცო. მერვე რამდენიმე წლის წინ პრემიერ ლიგური გრანდების დაპირისპირებისას კომენტატორმა თქვა, რომ პირველის დარტყმული მეორე მოიგერია და მის ნათქვამში ტავტოლოგიას ადგილი არ ქონია. დამისახელით ორივე ფეხბურთელი თუ კი პირველის გვარი მეორეზე 310 გრძელია. ტოტეხელი გრანდია. თავარა. გადავიმეოროთ ყველა კითხვა, გადავხედოთ. პასუხები. ხულიგნები და ჯენტლმენები. ბრაზილია. დაჯი უყურე, რო შევხედი ამახსენდა უყურე ამათ ფინალს. მესამე. საბერძნეთი და კვიპროსი. ეს არის ამფიბი არის სალამანდრა, რომელიც ცეცხლში არ იწვება და ცეცხლში არ დაიწვა, გადარჩა ნიკი ლაუდა. ეს არის უიმბლდონი, ანუ მოკლედ თეთრი, მარტო თეთრი რატო არის და შავები ვიჩაგრებითო? ბატონო ბატა. გადეს. მაკრატელი. მეშვიდე. იგი რაიკონენი. მოკლედ ისეთი ცხელი პერიოდი იყო, რომ მოუწიათ ყინული შატანა. და ბოლო იყო სონი და ალისონი. რაიკონენი გვეწერა, გადავხაზეთ და ისეთი ფინელი დავწერეთ, არავინ რო არ იცოდა. ანუ ვიპროფესორი. კარის წინ მატაობა დავიწყე. დავიწყო თავის მართლება. ორი ორქულიანი ბოლო რაუნდი ხო ორქულიანი იყო? აი მოიცა შევახედოთ რა ხდება. მოდი შევახედოთ. აი მერვე ადგილზე ხო ვართ? აჰა. დაგვაკლდა 4 ქულა. ორი ორქულიანი სწორი პასუხი გადავხაზეთ და დავწერეთ არასწორი. ეგ 4 ქულა დაგვაკლდა. მაგრამ თავარი მიზეზი არის რომ მე-6 კაცი არ ყავდა. ერთი ტოპ მოთამაშე დაგვაკლდა. ამის ბრალია. ეგ თავის მართლება ახლა. ეხლა რა შეიძლება? არა, საერთო ჩათვლაში მე მგონი გავდივართ პლეი-ოფში. საერთო ჩათვლაც არის. ეს ეხლა ფორმულა 1-ის პრინციპით არის რა, ყველა რაუნდში რაღაც ქულა გეწერება და მე ჯამდება რა. და შეიძლება მაშინ გავიდეთ რა. ეგეც დაიდება. თავარში. მარტო ჩვენ რო არ მოვიგოთ პრიზები აქ რაც არის. კომენტარებიც გავხადოთ მომგებიანი. და რენდომაიზერით ამოვარჩევთ ერთ კომენტარს, რომელიც მიიღებს 100 ლარიანო ვაუჩერს კროკო შოპჯიზე საშოპინგოთ. კროკო შოპჯი შეიქმნა, სადაც იყიდება ყველაფერი, რაც გაგიხარდებათ და შესაბამისად დააკომენტარეთ რაც გაგიხარდებათ და რენდომაიზერით 100 ლარიანი ვაუჩერი წამოვა. თორე აქ ახლა იმდენი პრიზია გასათამაშებელი, მარტო ჩვენ რომ მოვიგოთ პრიზები, უხერხული იქნება. კომენტარებიც მომგებიანი გავხადოთ. ესე გამოვიდა, ვერ გადავედით დღევანდელ სუპერფინალში, მაგრამ თავარ სუპერფინალში გადასასვლელად ბრძოლას ვაგრძელებთ. ნოტინგემ ფორესტი დაბრუნდება. დაბრუნდება 6 კაცით. მე და გოჩა გავიმართლებთ ახლა თავს. ერთი ტოპ მოთამაშე რო გვაკლდა უკვე უთხარი მაყურებელს. ხუთრივ თამაშობდი. სხვა რა შეგვიძლია? ნახე, უბრალოდ წარმოიდგინე, ხუთრივ თამაშობთ 45 ქულა, ანუ თითო კაცზე 9 ქულა მოდის. 6 რო ყოფილიყავით 54 ქულა გამოგდიოდა და ნუ ერთ პიროვნული ლიდერები ექნებოდა. ბიჭებმა ყველაფერი დავდეთ. შენ არენდით ხარ ჩვენს გუნდში და არენდა რო დასრულდება, ხო არ განიხილავდი რომ ფულ კონტრაქტზე რო გადავიდე? ვერ გპირდებით ხოლმე უბრალოდ რომ აი ხანდახან არა ვარ აქ და რაღაცა არ მინდა რომ ესე გამოვეცალო. თორე სიამოვნები ძალიან კარგი გუნდია და როცა აქ ვიქნები, როცა შემეძლება აუცილებლად სიამოვნებით. კვირაში 20,000 ფუნტი.
ფულზე არ იყიდება ახლა ეს პრემიერ ლიგაში ეგეთი ხელფასები და ეს კალმარის ჭხილები თუ რაღაცა რო ეგენი დაამატე და ბაზარი არა. ჩვენ გავაგრძელებთ თანდარასთან მოლაპარაკებებს და ახალ სეზონზე ნახოთ. არა, ახალ სეზონზე რა კიდე გვაქვს ჩვენ სათამაშო. კი, ხო, არა, აქ საერთო ჩათვლაში რომელზე ვართ, ხო არ იცი? არა, ეგ არ ვიცი. კაი, ხალხო ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ლივერპული და ნოტინგემი ბოლომდე იბრძვიან. არხი გამოიწერეთ ხალხო და დროებით.